ნათლისღების დღესასწაულზე საზეიმო წირვა ლოცვა ხირსის მამათა მონასტერში აღავლინვა ბოდბელმა ეპისკოპოსმა მეუღე იაკობმა მსახურების დასრულების შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე ისაუბრა. რაღაცა შევხედოთ რა ჩვენს ქვეყანას ეხლა ვის აკლდება ისევ ხო არ მივა არ ჩამოვა ტურისტი და რამდენი ადამიანი კარგავს სამუშაოდან იმის მიღებას ხო და რა გონია მე რომ მოხვიდე სათავეში ვინმე დაგაფასებს დღეს რა ხდება საერთოდ რა ხდება რა უცხოელებს რა უნდათ უცხოელებს უნდათ რომ რაც შეიძლება იაფად ჩაიგდონ საქართველოს ხელში იმიტომ რომ საქართველოზე ხო ძალიან ბევრი რამე იქნება დამოკიდებული. ეს მაბეზღარობა, ხო? ეს იქნება ყოფილი პრეზიდენტისგან, ქალბატონი სალომესგან, თუ იმისგან, ხო? ჭკვიანად უნდა იყვნენ, მე შევახსენებ რა. იმიტომ რომ სახელმწიფო თუ ვერ მიხედავს, სათითაოდ მივხედავთ მაგათ. ჭკვიანად იყვნენ რა მაგენ და საქართველოზე იმას თავი გაანება. გაიხსენონ საბჭოთა კავშირის დროს, კაი სალომე იქით იყო, მაგრამ ესენი ვინც არიან, ხო? ჩემი ასაკის ვინც არიან, სად იყვნენ და ეროვნულ მოძრაობას როგორ ებრძოდნენ. 9 აპრილის მერე შედიოდნენ პარტიაში და პარტიის ისინი ხდებოდნენ. ჩვენ თუ ერთმანეთი დავჭამეთ, ხო? ღმერთი თუ დავივიწყეთ. ვერც რუსეთი ვერ უშველის რუსეთ უმერს, ვერც ევროპა ვერ უშველის მაგათ არ ვიცი რა ქვიათ ეხლა რუსეთ უმეები ის არის თქო მე დასავლეთებს ასე ვთქვათ რა. ხო და აუცილებელია რა ჩვენც ეხლა ისევე როგორც საზღვარგარეთ ჩვენთან ურთიერთობაში ძალიან ბევრი შეცდომა აქვს დაშვებული ჩვენს გვაქვს ბევრი შეცდომა იმათთან დაშვებული და რაღაც ალბათ სალაპარაკო ენაც უნდა გამოვასწოროთ აი ახალგაზრდები უფრო გაიგებენ ვორდინგი ეს უნდა გამოვასწოროთ რა უნდა გამოვასწოროთ და ჯანსაღ ურთიერთობებზე გადავიდეთ თუ არა და ამდენი საუკუნეა ვიბრძვით ხო ვიბრძვით ძალით მუგვაბრძოლებენ არ გვინდა რა ვინმესთან ისე არ გვინდა რა ტრები არავისი არა ვართ ტყიდან მუგვაბრძოლებენ ნურჩიგნით და ნურძგარით